ქუთაისი, კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. დილის 6 საათზე ადგომა, სამხედრო დისციპლინა და ფორმა, თავისუფალი ცხოვრების, სკოლაში გატარებული ბოლო წლების და უამრავი თავისუფალი დროის სანაცვლოდ. გადაწყვეტილება, რომელიც ამ უფროს კლასელებმა მიიღეს და მდგომარეობა, რაც კადეტთა სამხედრო ლიცეუმში დახვდათ. კადეტებს მკაცრად გაწერილი დღის რეჟიმი აქვთ. მათი ყოველდღიურობა აკადემიური, სამოქალაქო საგნების სწავლას გულისხმობს. ყველა საგანი, რომელსაც უფროს კლასელები გადიან, აქ იმ განრიგით ისწავლება, რაც საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ საჯარო სკოლებისთვის არის გაწერილი. თითქმის ყველა კადეტისთვის განათლების ხარისხი და აქცენტი სამოქალაქო განათლებაზე მოულოდნელი იყო. ჩემთვის პირველ რიგში იყო მთავარი, რომ ჩამებარებინა და მესწავლა სამხედრო წესით. მთავარი იყო სამხედრო ცხოვრება და წარმოდგენა არ მქონდა, როგორ ისწავლა განათლება იყო აქ, ანუ სხვანაირი წარმოდგენა მქონდა სანამ მოვიდოდ. მოსვლის შემდეგ კიდევ სულ სხვანაირი ატმოსფერო შეიქმნა, დავიწყეთ უფრო მეტი სწავლა და მივხვდით, რომ არა მხოლოდ ფიზიკური მომზადებაა საჭირო და მხოლოდ ფორმის ჩაცმა, არამედ გონებრივი შესაძლებელია საჭირო. კადეტების სასწავლო პროგრამა სხვა უფროს კლასელებისაგან რამდენიმე ნიშნით გამოირჩევა. სამხედრო ფორმა მორგებულ მოსწავლეებს ლიცეუმში იარაღის ტექნიკურ-ტაქტიკურ მახასიათებლებს და რამდენიმე სამხედრო დისციპლინის საწყისებს ასწავლიან. ქუთაისის ლიცეუმში აკადემიურ და სამხედრო გაკვეთილებს თანაბარი დრო ეთმობა. დატვირთული სასწავლო დღის პარალელურად კადეტებს შეუძლიათ მათთვის საინტერესო ლიტერატურას ბიბლიოთეკაში გაეცნონ. ლიცეუმში უფროს კლასელებს საშუალება აქვთ ტრადიციულთან ერთად ელექტრონული წიგნებიც ეკითხონ. კვების რაციონი სამხედრო ლიცეუმში იმ დატვირთვის მიხედვით არის შერჩეული, რასაც მოზარდები ყოველდღიურად იღებენ. აქაური უფროს კლასელები სხვა თანატოლებისგან განსხვავებით ბევრად მეტ ენერგიას ხარჯავენ და ამიტომ კალორიების და ვიტამინების სწორ გადანაწილებას კადეტების ყოველდღიურ კვებაში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. ფიზიკური ვარჯიშები კი ქუთაისის სამხედრო ლიცეუმში დღეში ორჯერ აქვთ. გახურების შემდეგ ვარჯიშის პირველ ეტაპზე მოზარდები ინდივიდუალურად ტრენაჟერებზე გადიან მომზადებას. ფორმაში ყოფნა მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. სპორტ დარბაზში გატარებული წუთები კადეტებს იმ დატვირთვების გაძლებაში ეხმარება, რასაც მათ კურსი აძლევს. ინდივიდუალურ ვარჯიშებთან ერთად კადეტები რამდენიმე საბრძოლო ხელოვნებასაც ეუფლებიან. კადეტობა ალბათ უკვე მოცემას არაფერს არ მოხსოვს. კადეტობა უკვე მოგცა, რაც საჭირო იყო და უკვე გვაქვს ის ყველაფერი, რაც მომავალში დაგვჭირდება. ეს კადეტობა უკვე უბრალოდ არის ძალიან დიდი პრივილეგია და მომავალში გამოგვადგება ყველაფერში. კაცრად გაწერილ გრაფიკში ადგილი თავისუფალი დროისთვისაც არის გამოძებნილი. ვისაც ენერგია აქვს შემორჩენილი, შეუძლიათ ფეხბურთი, რაგბი ან კალათბურთი ითამაშონ. ვისაც ისედაც დამღლელი დღის ბოლოს სპორტული აქტივობა არ ხიბლავს, შეუძლია თავისუფალი დრო ინტერნეტში გართობისთვისაც დახარჯოს. თუმცა ამ დროსაც კადეტები ვირტუალურ სივრცეში სამხედრო თემებზე ინფორმაციის მისაღებად იყენებენ. კადეტების განკარგულებაში კინოთეატრიც არის. მესამე კურსი, უეწყო, მესამე კურსი, სვენა, სიმონია, აკირაძე, ლაშვი. მომავალი დღისთვის მზადება საღამოს 10 საათზე იწყება. ღამის ამოკითხვის შემდეგ გასაყრისი და ძალების აღდგენა კიდევ ერთი დღისთვის ლიცეუმში. ალბათ დადგება ის პერიოდი, როდესაც მეც და ჩემსნაირ კადეტებსაც მოუწევთ უკვე ახალი თაობის აღზრდა და ის თორემ რაც ახლა გვაძლევენ ჩვენ და რასაც მივიღებთ შემდეგში, იმას გადავცემთ მათ. რადგან არავინ არ ვიცით მომავალში რა ხდება, შეიძლება ყველაფერი მოხდეს და ჩვენ რომ აღარ ვიყოთ უკვე ჩვენს მომავალს ექნება ის ცოდნა, რაც ჩვენ გვაქვს და ალბათ უფრო მეტიც, ვიდრე ჩვენ გაგვაჩნია. წელს აღდგენილი კადეტთა სამხედრო ლიცეუმი პირველ კურსანტებს 2012 წელს გამოუჩენს. მაღალი დისციპლინით და განათლებით გამორჩეული ახალგაზრდებისთვის ყველაზე დიდი ამოცანაა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგები, ახალი თაობის, მაღალი კვალიფიკაციის ოფიცრებით შეავსონ და საქართველოს ცოდნით ემსახურონ.